რამდენად სწორი არის თბილისის მერის დამოკიდება, ხა კახაკალაძემ თქვა, ყველაფერზე მერი არის დამნაშავე, კახაკალაძეა დამნაშავე, ეს სწორია, არსებობს კანონმდებლობა, არსებობს წესი, არც მე და არც ჩემი თანაგუნდელები არ ვართ ადამიანები, ვინც სპეციალიზმით შეუვარდება ოჯახებს და გამოიყვანს ის ამბობს, რომ ხალხი, ხალხზე გადაიტანა ფაქტობრივად პასუხისმგებლობა, იმიტომ რომ მოსახლეობა არ თანხმდება გამოსახლებას. კი ბატონო, მოგესალმებით მეორაბ, მივესალმები მაყურებელს. პირველ რიგში გარდაცვლილთა ოჯახებს მინდა მიუსამძიმრო და დაშავებულებს მალე გამოჯანმრთელება ვუსურვო. ნამდვილად ძალიან დიდი ტრაგედია მოხდა, რომელიც გულწრფელად და ძალიან თამამად შემიძლია ვთქვა, რომ არის სისტემური გულგრილობის, არაპროფესიონალიზმის და კორუფციის შედეგი ამ ქვეყანაში, ხო? იმიტომ რომ როდესაც ესეთი ფაქტები დედაქალაქში წლების განმავლობაში იქცევა ტენდენციად და არა ცალკეულ შემთხვევებად, ხო? და მაშინ, როდესაც მივდივართ უსაფრთხოების ნორმების მორღვევასთან და არაჯეროვან შესრულებასთან, ბუნებრივია ამ ყველაფერზე პასუხისმგებლობა ეკისრება იმ ინსტიტუციის წარმომადგენელს, ამ ინსტიტუციის და იმ პოლიტიკურ ფიგურებს, რომლებსაც კანონმდებლობით მათ შორის, რომელსაც იშველიებს დედაქალაქის მერი, აკისრიათ ამის შესრულების ვალდებულება. კახაკალაძე არის ქართული ოცნების მაღალჩინოსანი, რომელიც ყველა დატრიალებული ტრაგედიის დროს ცდილობს, რომ იპოვოს განტევების უაცი და ყველანაირი პოლიტიკური პასუხისმგებლობა აირიდოს თავიდან. ეს შეიძლება იყვნენ ბავშვები, რომლებსაც არ უნდა ეთამაშათ შადრევანში, ხო? ეს შეიძლება იყვნენ მოზარდები, რომლებსაც უბრალოდ, რომლებიც არ უნდა შესულიყვნენ გარკვეულ ტერიტორიაზე, გარემოვაჭრეები, მობინადრეები და ასე შემდეგ. და არასოდეს ჩვენ არ გვინახავს მათი მხრიდან პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღების, ან უბრალოდ კითხვის ნიშნის დაყენების, რომ კი შეიძლება ეს მართლა ჩვენი, მოდი გამოძიებას ვაცადოთ, ჩვენი რომელიმე სამსახურის, რომელიმე დეპარტამენტის ხელმძღვანელის, მუნიციპალური ლაბორატორიის, ან კონკრეტული, არ ვიცი, კონკრეტული სიპის აიპის პასუხისმგებლობა არის, ხომ? არა, პირდაპირ იერიშით მოდიან მსხვერპლთან ამ შემთხვევაში. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. კახაკალაძის განცხადებები და გუშინდელიდან მოყოლებული განცხადებები ძალიან ბევრ უზუსტობა შეიცავს პირველ რიგში და ეს უზუსტობაც იმის მაჩვენებელი არის, რომ ჯერ თქვა მეხუთე კატეგორია მე აღმოჩნდა მესამე და ასე ეს არ ვიცით რა აღმოჩნდა რეალურად. არ ვიცით რა აღმოჩნდა, იმიტომ რომ დღემდე მეორე დღე არის და ჩვენ არ გვინახავს დოკუმენტი, რომელიც მუნიციპალურ ლაბორატორიას, ხო, მის საფუძველზე უნდა იყოს ეს დასკვნა დადებული, ეს არის მესამე, მეოთხე თუ მეხუთე კატეგორიის ავარიულობის მქონე შენობა, ხო? ესეც პრობლემა არის. თუ მესამეთ აქვს შეფასებული მუნიციპალურ ლაბორატორიას და უბრალოდ შენობა იშლება, მაშინ რატო აქვს მესამე კატეგორია მინიჭებული? თუ მეხუთე არის, რატო ცხოვრობდნენ იქ ადამიანები და რატო ეძლეოდათ უბრალოდ ადამიანებს გადაადგილების და კომერციული საქმიანობის უფლებამოსილება, ხო? ორივე შემთხვევაში მესამეა, მეოთხე თუ მეხუთე ამას მნიშვნელობა არ აქვს. სისტემ გულგრილობასთან გვაქვს ჩვენ საქმე. მოსახლეობას რო უთხრა, როგორ აფასებს მუნიციპალური ლაბორატორია ავარიულ შენობებს. თქვენ თვითონ დაახლოებით ეგ როგორი პროცესი არის, ხო? თბილისი არის ქალაქი, რა მახასიათებელი აქვს, სადაც 100,000-ობით ისტორიული, ავარიული, ხო, კატეგორიის შენობა გვაქვს. როდესაც სამეზობლო წერს განცხადებას, მუნიციპალური ლაბორატორიიდან მოდის 1 ან 2 ადამიანი, რომელიც გარე ვიზუალური დათვალიერებით, აი ესე შემოუვლიან კორპუსს და იტყვიან, რომ ეს მესამე, მეოთხე ან მეორე კატეგორიის ავარიულობის მქონე შენობა არის. დედაქალაქის მერიას დღემდე ამ ტიპის ქალაქში არ აქვს სისტემური აღრიცხვა. სისტემური აღრიცხვა. არ აქვს პრიორიტეტიზირებული, ხო, მაგალითად, რომელი უფრო მეტად ავარიულია ჩანაცვლების საკითხი სად დავიწყოთ, რომელზე უფრო მეტი ზეწოლა განვახორციელოთ, ხო? საძებოს პროგრამა გვაქვს. პროგრამა, სადაც არ არის დაპრიორიტეტებული. აი, რისი თქმა მინდა. ეს შენობა, რომელიც გუშინ ჩამოიშალა და მსხვერპლი მოყვა, აი, აქ თურმე დედაქალაქის მერია ვერ ახერხებდა რამოდენიმე მობინადრის დათანხმებას, მაგრამ გამრეკელის 8 ნომერში, ხომ, მოახერხეს ჩარშან მაგალითად ჩაენაცვლებინათ კორპუსი. არ მუშაობენ ინვესტორებთან, არ მუშაობენ რეალურად მოსახლეობასთან და პრიორიტეტიზაცია არ ხდება. საბურთალოზე ის ნაკლებ ავარიულობის იყო სხვათა შორის. რა უფრო მნიშვნელოვანი იყო ხა რომელიც ჩანაცვლება? მანდ მივდივარ ზუსტად. ესენი მუშაობენ ამ შემთხვევაში დეველოპერების, ხო აი, დეველოპერისთვის ბუნებრივია უფრო მომგებიანია საბურთალოზე ჩაანაცვლოს კორპუსი, ვიდრე ვაგზელის მიმდებარედ, რომელიც არის სატრანსპორტო კვანძი, რომელიც არის რაღაცა გარე ვაჭრობასთან ვაჭრობის სივრცეში მოქცეული კორპუსი, სადაც არავის შეიძლება არ უნდადეს ფართის ყიდვა, ხო? ზუსტად ამაზე არის საუბარი. ერთ მნიშვნელოვან საკითხს მინდა შევეხო, რომელსაც 4 წელია თვალყურს ვადევნებ თბილისის საკრებულოში და ამაზე პროტესტი რო გამიჩნდა, იქიდან ცოტა არაადეკვატური პასუხიც მივიღე უმრავლესობის მხრიდან. ჩვენ დედაქალაქში გვაქვს დაახლოებით ეს ზუსტი მონაცემიც არ ვიცით და ესე ძალიან დიდი პრობლემა არის. 10,000 შენობა, რომელსაც აქვს ავარიული სტატუსი მინიჭებული, საიდანაც 2,000-ზე მეტი არის დაახლოებით კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი.
ბუნებრივია, ყველა არ არის მესამე, მეოთხე, მეხუთე კატეგორიის. რაღაც არის მეორე კატეგორიის შედარებით მსუბუქი, რომელიც შეიძლება გამაგრების საფუძველზე ხო შენარჩუნდეს და მაგალითად არ იყოს აუცილებელი ჩანაცვლების პროგრამა. 2020 წელს თბილისის ბიუჯეტში, რომელიც არის დაახლოებით 2.2 მილიარდი ლარი, დღევანდელი მოცემულობით და წლის ბოლომდე კიდევ გაიზრდება. 2020 წელს, აი მინდა პარალელი გავავლო, ავარიული შენობების გამაგრებაზე 10,000 საცხოვრებელ სახლზე არის საუბარი. გამოყოფილი იყო 13 მილიარდიან ბიუჯეტზე გვაქვს საუბარი, ხო? და 2024 წელს 7.4 მილიონი ლარი. ანუ ქალაქში პრობლემა იზრდება, ხო? ეს კორპუსები თავის თუ არ მაგრდება, პირიქით წლიდან წლამდე ემატება ამ 10,000-ობით ჩამონაცვალს კი უარესდება და მძიმდება, ხო? ამ ჩამონაცვალს და ამ დროს თბილისის მუნიციპალურ ბიუჯეტში, რომელიც ყოველწლიურად იზრდება, ავარიული კორპუსების გამაგრების ხარჯი, რომელმაც უბრალოდ პრობლემა შეიძლება მოაგვაროს და ადამიანების სიცოცხლე და ჯანმრთელობა გადაარჩინოს, 2.2 მილიარდიან ბიუჯეტში მხოლოდ დაახლოებით მონახული არის 7 მილიონი ავარიული სახლების გამაგრებისათვის, ხო? მეტი რაზე უნდა ვისაუბროთ, როდესაც სისტემურ გულგრილობაზე გვაქვს საუბარი, არა პროფესიონალიზმზე და არასწორ პოლიტიკაზე, რომელსაც მოყვება ხოლმე ადამიანების სიცოცხლის მოსწრება. აქ ახლა მეცნიერულ გადაცემაშიც თქვი ამის შესახებ და ერთი თემა არის მოსახლეობის საკითხი, ხო, მობინადრეების უпроსტად, ვინც ამ კორპუსში ცხოვრობდა და დაუშვათ ისინი არ თახტებიან და საკუთარ თავზე აიღეს რისკი. მაგრამ ამ შემთხვევაში ხო მობინადრეები არ დაზარალებულად. აქ საუბარი არის ის შესახებ, რომ ქუჩაზე იყო გადმოყოლდებული რაღაც შენობის ფასადი, რომელიც დეკორაცია იყო სინამდვილეში ხა შენობას მდგრადობაში არანაირი წვლილი არ მიქონდა, მისი მოხსნა შეიძლებოდა მარტივად. აქ საუბარი ამ შესაძლოა, რომ კარგი მობინადრე არ თახტება და საკუთარ თავზე იღებს რისკს, მაგრამ ქუჩაში გავლენა რა დააშავა, იმას როგორ იცავ, ხო? ხო, როცა ხედავ ასეთ რაღაცა შეიძლება ჩამოვარდეს, შემოღობო, ან იქ რაღაცა სავაჭრო წერტილები არის, ხო, მაღაზიები, ამის უფლებას როგორ აძლევ? ხო, მაღაზიები იყო და პლუს პარკინგი ყოფილა დახაზული, სადაც ეს მანქანა იდგა ხადია დეგანოიძიშვილის. ანუ პარკინგს ხო ხაზავ მერია, ამაზე მოსახლეობა არის, იმის რა ქვია, ჩამოსავარნი კარნიზის ქვეშ. ამაზეც მოსახლეობა არის პასუხისმგებელი. ეგ არის ძალიან სწორი პრიზმა ამ საკითხის მათ შორის, ხო? ერთი რატო არ აქვს აქ მნიშვნელოვანია, რომ მოსახლეობა ხშირად კალაძემ გადაიტანა აქცენტი იმაზე, რომ ქონდა თუ არა გამოსახლების უფლება და იქ რაღაც დადგენილებაზე ესე არ არის როგორც თქვენ გაიგეთ, ისე არის და ნუ კარგი, გავიგეთ მოსახლეობის გამოსახლების უფლება არ ქონდა და ჩვენ სპეცრაზმით არ შევარდებით და რაღაცებს ამბობს და. მაგრამ იმ ხალხს რას უშვები, ვინც ქუჩაში დადეს, ხო? იმის მოხსნა რატო არ შეიძლებოდა იქედან? ერთი არის, რომ ამ კორპუსში და ზოგადად ძალიან რთული პროცესი არის, მოსახლეობა დაითანხმო გამოსახლებაზე, ისინი უნდა გაუშვა მინიმალური ქირებით, ხო, რაც დღევანდელი მოცემულობით ძალიან მცირე არის და აი ამ პროცესს აჭიანურებს ისიც, რომ მოსახლეობას აქვს ძალიან მცირე ნდობა, რომ ეს კორპუსი როდის ჩანაცვლდება, როდის დასრულდება მშენებლობა, ჩვენ გვინახავს წლობით გაჭიანურებული, ხო, პროცესები და ეს ნდობის ნაკლებობაც ქართული ოცნების მიმართ ამ პროცესს აჭიანურებს და ნუ მე ვიღებთ ხოლმე იმას, რასაც ვიღებთ, მაგრამ აი საკითხი, რაც თქვენ ახსენეთ, ხომ, როდესაც ვიცით, რომ შენობა ავარიულია, მისი კონკრეტული ფრაგმენტები იქნება, ეს სინკარები, აივანი, გარე ფასადი თუ ასე შემდეგ. რიგ შემთხვევებში შეიძლება იყოს მაგალითად საფრთხის შემცველი, რატო არ ხდება შესაბამისი უსაფრთხოების ნორმების მიღება? გავიაროთ, აი დიდუბე ჩუღურეთი არის განსაკუთრებით მიმართული ქონდა, ხო, ამაზე ხარ. თვითონ მერიც ადასტურებს, რომ იცოდა ამ კორპუსის შესახებ, ეს არ ვიცოდით არ არის. ერთი წლის წინ საერთოდ ვიდეო დადო ადამიანმა და რამოდენიმე დღის წინაც ნახეთ რამხელა ბზარები აქო და ამაზე მართლა ვინ უნდა აიღოს ვინ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა, ხომ? ზუსტად ამაში არის საქმე, რომ ეს არის სისტემური გულგრილობის ამბავი, რომელიც არის დანაშაული ამ შემთხვევაში. და შესაბამისად, პირდაპირ პასუხისმგებლობა არის დედაქალაქის მერიაზე, რომ არ იქნა შესაბამისი უსაფრთხოების ნორმების მიღება. ეს არის ერთ-ერთი შემთხვევა. დიდუბე ჩუღურეთი და მთაწმინდა სოლოლაკის რაიონი ხო გამოირჩევა ესეთი ავარიული შენობა ნაგებობების სიმრავლით. აი სადმე გავიაროთ ერთად და თქვენ თუ ნახავთ რომელიმე ავარიული შენობა ნაგებობის გარშემო, რაიმე დამცავ ზონას, გამაფრთხილებელ ნიშანს, რომ მის ქვეშ გავლა არის სახიფათო, მთელი ძველი თბილისი იშლება. უბრალოდ ქვათაცვენა არის დაწყებული შენობებიდან და ფასადები ადგილზე მინახავს რაღაც. ფასად ესეც ხო, ერთ-ორ ადგილზე შეიძლება იყოს უბრალოდ ისახლები წაქცევის პირას არის და მისი დემონტაჟიც არ ხდება, ხო? ეს არის ცალკეული შემთხვევები და ჩვენ საუბარი გვაქვს 10,000-ობით სახლზე. და შესაბამისად
ეს არის პირდაპირ კახი კალაძის უწყების და მისი პოლიტიკური პასუხისმგებლობის ამბავი. მე ძალიან კარგად მახსოვს მისი ანგარიშის წარდგენა 2023 წელს, როდესაც ახალი მომხდარი იყო ვაკის პარკის ტრაგედია და როცა მოვიდა საკრებულოში, მე ვკითხე, უბრალოდ ესეთი ძალიან უბრალო შეკითხვა დაუსვი, როგორც არჩეულ პოლიტიკურ პირს, როგორ ესმის პოლიტიკური პასუხისმგებლობის ამბავი. აი მისთვის რა იყო პოლიტიკური პასუხისმგებლობის ამბავი და გადმოვიდა იერიშზე და წინა ხელისუფლების გახსენებაზე და ასე შემდეგ. ეს არის ანგარიშვალდებულება ამ ქვეყანაში მოშლილია, პოლიტიკური პასუხისმგებლობის ცნება არ არსებობს და ეს ყველაფერი ამავდროულად არის ქვეყანაში უზარმაზარი კორუფცია და კორუფცია არ ნიშნავს რომ ერთი ჯიბიდან ავიღე და მეორეში ჩავდე, ეს ნიშნავს იმას რომ რაღაცა რო გასაკეთებელია, ან არ ვაკეთებ, ან არაჯეროვნად ვაკეთებ, რასაც საბოლოო ჯამში მივყავართ ადამიანების სიცოცხლის მოსპობამდე. და აქ გამოსავალს რა შეხედავთ ასეთ ვითარებაში, თქვენ გარდა იმისა რომ ოპოზიცია ითხოვს ხელისუფლების სრულებას, ეს გასაგებია ზოგადად ამ პრინციპების დონეზე რა უნდა შეიცვალოს თქვენი აზრით, როგორც აი საკრებულოს წევრს გეკითხებით, შემდეგ უკვე ირაკლი როსტომაშვილსაც ვკითხავთ, რომელიც სპეციალისტია უფრო საკითხის. ძალიან დიდი პრობლემა არის და გამოწვევა არის დედაქალაქისათვის ცალსახა ავარიული შენობა ნაგებობები ამ ტიპის ქალაქი გვაქვს ჩვენ შესაბამისად თბილისის ბიუჯეტი არ არის ცოტა მაგრამ შეიძლება არ ითქვას რომ არც არის საკმარისი ყველა შენობის ან ჩასანაცვლებლად ან გასამაგრებლად და ასე შემდეგ პირველი ყველაზე მნიშვნელოვანი რასაც დედაქალაქის მერია უნდა აკეთებდეს და არ აკეთებს ეს არის სისტემური აღრიცხვა ამ პრობლემის და მისი პრიორიტეტიზაცია ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მეორე ამბავი არის ის რომ დედაქალაქის მერიამ დაიწყო პროგრამა ალბათ თქვენ გემახსოვრებათ, როდესაც დეველოპერებს უმატებენ კოეფიციენტს გარკვეულ მშენებლობებზე, უკვე დაწყებულ მშენებლობებზე ან დამტკიცებულ პროექტებზე და ამ ფულს აგროვებენ ისტორიული მემკვიდრეობის ძეგლების ან ჩანაცვლების ან გამაგრების პროექტებზე. ამ ფონდში შეგროვებული არის მილიონობით ლარი, მაგრამ თავად ქართული ოცნების საკრებულოს წევრები სვამენ შეკითხვას, იმიტომ რომ ძალიან ბუნდოვანია, სად იხარჯება ეს ასეულობით მილიონი ლარი, რომელიც იკრიბება დედაქალაქის ხარჯზე, როგორ ხომ, სადღაც რომ უნდა აშენებულიყო 7 სართულიანი შენობა, იქ რამოდენიმე წელში ვნახავთ 15 სართულიან შენობას, ამისთვის დეველოპერი იხდის ფულს, მაგრამ ეს ფული სად მიდის და მაგრდება თუ არა ძველ თბილისში, მაგალითად ან ნაცვლდება თუ არა კონკრეტული შენობები ამაზე ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი არსებობს. მეორე არის პოლიტიკური პასუხისმგებლობის ამბავი. თუ პოლიტიკური პასუხისმგებლობის ამბავი ამ ქვეყანაში არ დაბრუნდება და კორუფცია უბრალოდ არ ამოიშანთება საერთოდ, ხომ? ჩვენ სულ ვიცხოვრებთ აი ესეთი სიკვდილსიცოცხლის ზღვარზე და უბრალოდ გამართლების ამბავი იქნება, რომ გამოხვალ ქუჩაში, სახსალამათი ჯანმრთელი და პასუხობენ რომ უბედური შემთხვევა ყველგან ხდება, ასეთ პასუხი აქვს ხოლმე. ეს არ არის უბედური შემთხვევა. და შალო პაპუაშვილმა თქვა, რომ პოლიტიკური გიენები არიან და ადამიანის ტრაგედიაზე ცდილობენ ქულების დაწერას. ამ შემთხვევაში როცა პასუხისმგებლობაზე იწევს ოპოზიცია ლაპარაკს, ხელისუფლებას უამას ამბობს, რომ სპეკულირებთ ადამიანების ტრაგედიით და ასე შემდეგ. ეს არის პოლიტიკური ჯგუფია უბრალოდ რომელთათვისაც ადამიანის სიცოცხლე არაფრით არ ფასობს და გუშინდელი განცხადებაც რომ ერთი მსხვერპლი დასრულდა აი იმ კონტექსტში როგორც იყო ნათქვამი თითქოს ერთი ადამიანის სიცოცხლეც არაფერი არ არის ეს არის ჯგუფი უბრალოდ რომელსაც სად უნდა მივხვდეთ იცით რომ არ ადარდებს ამ ხელისუფლებას ადამიანის სიცოცხლე 4 წელია თბილისის საკრებულოს წევრი ვარ და არ მახსენდება არც ერთი ინიციატივა არც ერთი გადაწყვეტილება, არც ერთი დადგენილება, რომელიც მიზნად ისახავდა დედაქალაქში უსაფრთხოების ნორმების გამკაცრებას. ეგეთი რაღაცა არ მიგვიღია 4 წლის განმავლობაში და ეგეთი რაღაცა დედაქალაქის მერიას ამდენი თვითონ ტრაგედიას ეძახიან და ამ დროს სისტემური გულგრილობის შედეგი არის. ამ მიმართულებით არც ერთი ქმედითი ნაბიჯი არ გადაუდგავს. და ეგ უნდა მივხვდეთ, რომ ამათ რეალურად უსაფრთხოების საკითხები, ადამიანის ჯანმრთელობა, სიცოცხლე ნაკლებად აღელვებს. აი მე მოტანილი მაქვს უბრალოდ არ ვიცი ხა კადრში ჩანს თუ არა ეს არის მანქანაში რაც აღმომაჩნდა ბოლო რამოდენიმე თვის სასამართლოს განჩინებები როგორც პირველი ინსტანციის ასევე მეორე ინსტანციის აი სულ კითხულობენ ოპოზიცია რას აკეთებსო ხომ და მოსახლეობას მინდა უთხრა კიდევ ერთხელ და ეს არის განჩინებები როდესაც დედაქალაქის საკრებულო და მერია იღებდა გადაწყვეტილებებს კონკრეტულ მშენებლობებთან დაკავშირებით რომლებსაც ახლავთ ძალიან დიდი უსაფრთხოების რისკები, ურბანული, გეოლოგიური, ეკოლოგიური თვალსაზრისით არც ერთი არ არის გამართლებული. რიგ შემთხვევაში მუნიციპალური ქონების მითვისების საკითხებთანაც ჰქონია საქმე. ბოლო მივიღე დღეს, სიმართლე რომ გითხრათ, ეს არის იპოდრომის ტყეში ვისოლ ჯგუფის უზარმაზარი მშენებლობის დაწყება და არ გაგიკვირდებათ ხშირ შემთხვევაში შეიძლება კონვერტებიც არ გავხსნა. და რატო არ გავხსნა? რატო იქნებ მოიგეთ? იმიტომ რომ ყველა გადაწყვეტილება ბიძინა ივანიშვილის სასამართლოს ყველა გადაწყვეტილება არ გვიკმაყოფილებს არც ერთს
და ხშირ შემთხვევაში შეიძლება განხილვაშიც არ მიიღოს ხოლმე, ან არ დააკმაყოფილოს სარჩელი ამ კონკრეტული გადაწყვეტილებების შეჩერება. უბრალოდ შეჩერებას ვითხოვთ და მოკვლევას ვითხოვთ ამ საკითხების შეჩერებასთან დაკავშირებით და მანამ სანამ ქართული ოცნება იქნება ხელისუფლებაში, მიტაცებულ ხელისუფლებაში, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და ბიძინა ივანიშვილის სასამართლო გადაწყვეტას ამ ქვეყნის და ქალაქის განვითარების ბედს ჩვენ ვისხოვრობთ მუდამ აი ამ საფრთხის და რისკის ქვეშ. თქვენ ჩვენ ვისაუბრეთ იმაზე, რომ კალაძე რაზეც წუხდა, რომ აი მოსახლეობა არ თახდება და აქ ხედავთ მოსახლეობის პრობლემასაც, იქ საუბრობდნენ, რომ აი რაღაც ზოგი ძალიან ძვერს ითხოვს და ასე შემდეგ. ანუ გავიგე ხელისუფლების პასუხისმგებლობა ვისაუბრეთ, მოსახლეობასთან დაკავშირებით რამდენად არის მართლაც პრობლემები. ზოგადად ხელისუფალი იმისთვის არსებობს და იმიტომ დივერსიფიცირებული არის ხოლმე მათ შორის პოლიტიკური თანამდებობები თავისი წონის მიხედვით, რომ თუ რაღაცა საკითხის გამგებელი ვერ აგვარებს, თუ რაღაცა საკითხის კონკრეტული უბნის მაჟორიტარი ვერ აგვარებს და ეს საკითხი პრიორიტეტული არის დედაქალაქისთვის, პრიორიტეტული არის იმ თვალსაზრისით, რომ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას უკავშირდება, ამ შემთხვევაში ჩაერთოს საქმეში შედარებით მაღალი ნდობის და ავტორიტეტის მქონე პირია, შეიძლება იყოს მერი, ვიცე-მერის და ასე შემდეგ, ხომ? ეს ნდობა მოიპოვონ, მაგრამ კიდევ ერთხელ თქვი, ნდობის დეფიციტი გვაქვს, ხო? იმიტომ ჩვენ გვინახავს არაერთგზის გაჭიანურებული პროექტები, მაგრამ მოსახლეობას რომ თავი დავანებოთ, აი კალაძეს მინდა ესეთი რაღაცა გავახსენო. რო ავიღოთ ვარკეთილის მეტრო. მისი მერობის მეორე ვადა სრულდება მერვე წელი და დაუსრულებელ ვარკეთილის მეტროს სადგურზე ვინ არის პასუხისმგებელი? თუ ვინმე ოდესმე იკეტება რომ რემონტი. უკვე დაიკეტა. და ღმერთმა იცის რამდენი წლით დაიკეტა კიდევ. და რა მდგომარეობაში არაერთხელ დაკეტილა, ხო გვახსოვს ეგ ფაქტიც არაერთხელ დაკეტილა და დღემდე არ არის დასრულებული და ხან რაღაცა ცვიოდა და ხან რაღაცა ჟონავდა იმ ვარკეთილის მეტროდან. იგივე არის სარაჯიშვილის მეტროსთან დაკავშირებით და მის გადასასვლელ ხიდს ძირი აქვს უბრალოდ გამომპალი. ამაზე ვინ არის პასუხისმგებელი? აქაც მოსახლეობის თანხმობის მოპოვება ხო არ სჭირდება მერიას, რომ უსაფრთხოების ნორმები დაიცვას. შესაბამისად, სხვისკენ ვექტორის მიმართვა ძალიან ადვილი არის, მაგრამ იმიტომ არის ამ თავდასხმის რეჟიმზე გადმოსულები, რომ მათ კარგად იციან, რომ ცდილობენ თავდაცვის რეჟიმში ჩადგნენ რეალურად, იმიტომ რომ დედაქალაქში უსაფრთხოების ნორმების დაცვა ამისთვის არსებობს შესაბამისი სამსახურები, მუნიციპალური ინსპექცია არსებობს სულ ცოტა, არის პირდაპირი პასუხისმგებლობა დედაქალაქის მერიის. ხო და ნუ ალბათ მერიც უნდა გამოვიდეს კაბინეტიდან, ხო უფრო ხშირად, თავის გამოდის თუ არა საერთოდ და მართლა თვითონ მივიდეს და თვითონ გაარკვიოს. ხო გასაგებია რომ სამსახურები იმისთვის არსებობს, მაგრამ შენი თქვის არ იყოს, რომ სამსახური ვერ აგვარებს, გამგებელი ვერ აგვარებს, მერი ხარ. ხო, შეგიძლია რომ გამოხვიდე და მოსახლეობას პირადად დაელაპარაკო. ზუსტად. ავიცი, რამდენად აკეთებს ამას კალაძე, გაგიგია თუ არა ამის შესახებ, მაგრამ მარტო ლენტის გახსნა არ არის ალბათ მერის საქმე, ხო? ხო, მე სადაც მახსენდება კალაძის როლი, ეს არის კონკრეტული პარკების, სკვერების გახსნა, რომელიც ძალიან კარგია, მაგრამ დედაქალაქში შესაძაც ამდენი გამოწვევა გიდგას, რომელიც სიცოცხლეს და ჯანმრთელობას და უსაფრთხოებას უკავშირდება ამ ქალაქისას, ბუნებრივია მარტო ამით არ უნდა იყოს დედაქალაქის მერი დაკავებული, ეს ერთი და შესაბამისად ამ შემთხვევაში ბუნებრივია ცალსახად დგას მისი პოლიტიკური პასუხისმგებლობის ეგრე. დღეს თქვენმა კოლეგამ ტატა ხოდერიანმა გამართა ბრიფინგი, სადაც თქვა, რომ სწორედ აი ეს პრობლემები არის მიზეზი, რის გამოც ამ არჩევნებში მივდივართ, რომ ხო არ დაუდოთ ქართულ ოცნებას და კახა კალაძეს ასეთი ქალაქია და ხო არ ფიქრობთ, რომ თქვენი პარტია შეცდა, როცა უარი თქვა არჩევნებში მონაწილეობაზე, იქნებ ჯობდა გებრძოლათ თუნდაც თბილისის მერის თანამდებობისთვის. მე ძალიან მწუხვა, რომ ლელო და გახარია ერთი, რომ ორივე იკეთებენ პოლიტიკურ ხარაკირს და პარტიულ ხარაკირს და ეს პარტიული და პოლიტიკური ხარაკირია, იმიტომ რომ ეს არის პროტესტის და ხალხის ღალატი, პროცესის მათ შორის ძალიან მნიშვნელოვანია და როდესაც ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებს ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ვარწმუნებდით იმაში და არა მარტო ჩვენ ვარწმუნებდით, არამედ მათი დასკვნებიც ამაზე მეტყველებს, ეუთო უდირის დასკვნა რომ გავიხსენოთ ყველაზე ბოლო, რომ არჩევნების მიმართ ნდობა საერთოდ დაკარგულია და ამ ქვეყანაში ადამიანებს არჩევანს უბრალოდ ართმევენ და ყველა კარგად ვიცით, რა სქემით იპარავენ ადამიანების არჩევანს და ნებას, პოლიტიკურ ნებას ამ ქვეყანაში და შედიან ამ პროცესში და ცდილობენ ამ პროცესის ლეგიტიმაციას.
ხო, ეს არის ძალიან მძიმე, ჩემთვის რაღაცა პოლიტიკურად მოღალატეობრივი. მე არ ვამბობ, რომ ამაში უნდეს ფული შეიძლება ქონდეს აღებული, მაგრამ ეს არის პარტიული ეგოცენტრული გადაწყვეტილება ამ შემთხვევაში და მე ტატა მოქმედი საკრებულოს წევრია და ძალიან კარგად იცის დარწმუნებული ვარ, აი ტყუილა არ მაქვს ესენი მოტანილი რა. 21 წევრი ვიყავით ოპოზიციონერი და ვართ ჯერ კიდევ ოქტომბრამდე და პროპორციულად უფრო მეტნი ვიდრე ქართული ოცნების წევრები. არაერთი სამუშაო გვაქვს გაწეული, მათ შორის სასამართლოს მიმართულებით და დამოუკიდებელი ექსპერტიზის მიმართულებით და ასე შემდეგ, მაგრამ მაშინ, როდესაც ქვეყანაში ყველა სახელმწიფო ინსტიტუტი არის მიტაცებული, თუ არ მოხდა რეჟიმის ძირეული ცვლილება, თუ არ მოხდა სამართალდამცავი ორგანოების განთავისუფლება, სასამართლო სისტემის განთავისუფლება, კლანისგან და ასე შემდეგ, პირველი, რომ მოსახლეობას ატყუებენ, რომ ორი პარტია ამ არჩევნებს მოიგებს და მათ ძალიან კარგი იციან. თქვენს თქმასა. არჩევნები არის მიტაცებული, CSK არის მიტაცებული, თვითმმართველობის კოდექსი არის გადაწერილი და შესაბამისად ჩვენ გვქონდა ჩვენი პირობები, პოლიტპატიმრობის გათავისუფლება და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები. არც ეს ორი პირობა არ არის დაკმაყოფილებული და შესაბამისად ჩვენ რჩებით ამ მოთხოვნების ერთგულები და ამ იზოლაციის როგორც ინსტრუმენტის ერთგულები. გასაგებია, მადლობა დიდი გადაცემაში მონაწილეობისთვის.